მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ერთ ფუნდამენტურ თემაზე, ლოგირებაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რეალურად გავიგოთ, რა ხდება ჩვენს პროგრამაში. ხშირად ლოგირება აღიქმება როგორც მხოლოდ ტექნიკური დეტალი, მაგრამ სინამდვილეში ის წარმოადგენს სისტემის მეხსიერებას, მექანიზმს, რომელიც ინახავს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, შეცდომას და პროცესს. მარტივად რო ვთქვათ, ლოგი ინგლისურად ნიშნავს ჟურნალს. პროგრამაში ზუსტად ეს პრინციპია. ყველაფერი, რაც ხდება კოდში ან ინფრასტრუქტურაში, იწერება როგორც ჩანაწერი. შეიძლება იფიქრო, კარგი, ეს რაში მჭირდება, მაგრამ როდესაც გსურს გაიგო, რატომ არ ემუშავა კონკრეტულმა ფუნქციამ, რატომ შეფერხდა სერვისი ან რატომ მიიღო მომხმარებელმა შეცდომა, სწორედ ლოგი გაძლევს ამ კითხვებზე პასუხს. ასე რომ დღეს ერთად განვიხილოთ, როგორ მუშაობს ლოგირება, რატომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამული არქიტექტურისთვის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ისე, რომ თქვენი სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, საიმედო და ადვილად სამართავი. ახლა კი გავიაროთ, რა ტიპის ლოგირებები არსებობს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. წარმოიდგინე შენი პროგრამა როგორც დიდი ქალაქი. ქალაქში ყველაფერი ხდება, ადამიანები მოძრაობენ, მანქანები დადიან, შუქნიშნები ირთვება და ქრება. ლოგი არის როგორც კამერა ქალაქში. ის აფიქსირებს ყველა მოვლენას, ზოგჯერ ძალიან დეტალურად, ზოგჯერ მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. აი სწორედ ამიტომ არსებობს ლოგირების დონეები. ისინი განსაზღვრავენ, რა სიღრმემდე უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია. სულ არსებობს 6 დონე: trace, debug, info, warning, error, fatal/critical. მოდით ახლა დეტალურად ავხსნათ თითოეული დონე. Trace არის ყველაზე დეტალური ჩანაწერის დონე. ეს ნიშნავს, რომ ის აფიქსირებს პროგრამის თითქმის ყველა მოქმედებას. მაგალითად, როცა ხდება გადახდა, Trace ჩაწერს ფუნქციის დაწყებას, თითოეულ ნაბიჯს, ციკლს და ხელახლა ცდას. შეგიძლია წარმოიდგინოთ, თითქოს უყურებ, როგორ მოძრაობს ყოველი ბიტი პროგრამაში. ასეთი დეტალური ჩანაწერები იშვიათად გამოიყენება, რადგან ისინი ძალიან ბევრ ინფორმაციას აგროვებს. Trace ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული შეცდომა ან პრობლემა უნდა გავარკვიოთ. Production გარემოში Trace ჩვეულებრივ გამორთულია, რადგან ის ზედმეტად ტვირთავს სისტემას. მისი ჩართვა რეკომენდირებულია მხოლოდ დროებით, მაგალითად, რამდენიმე საათით კონკრეტული საკითხის დიაგნოსტიკისას. Debug დონე გამოიყენება მაშინ, როცა გინდა ნახო რა ხდება პროგრამაში, მაგრამ ზედმეტად არ ჩახვიდე დეტალებში. ამ დონეზე პროგრამა წერს ძირითად ნაბიჯებს. მაგალითად, კლიენტის პროფილი ჩაიტვირთა ქეშიდან, ავტორიზაცია შესრულდა მეორე ცდაზე. ანუ შეგიძლია მიხვდა რა მოხდა, რა გადაწყვეტილებები მიიღო პროგრამამ, მაგრამ Trace-ისგან განსხვავებით, debug-ი ყველაფერს არ აღწერს. Debug-ი ჩვეულებრივ გამოიყენება დეველოპმენტისას და ტესტირების დროს, რომ უკეთ გავიგოთ პროგრამის ქცევა. Info დონე ნიშნავს ჩვეულებრივ ნორმალურ მოვლენებს. როცა ყველაფერი სწორად მუშაობს, ეს არის პროგრამის მშვიდი ყოველდღიურობა. მაგალითად, მომხმარებელი წარმატებით შევიდა სისტემაში, გადახდა დასრულდა წარმატებით, ფაილი აიტვირთა. ასეთი შეტყობინებები გვაჩვენებს, რომ სისტემა მუშაობს ნორმალურად. Info დონე ჩვეულებრივ ყოველთვის ჩართულია production გარემოში, რადგან სწორედ ამ ლოგებით ხდება სისტემის მონიტორინგი და მდგომარეობის შეფასება. შემდეგი არის უკვე warning-ი. Warning-ი ნიშნავს, რომ სისტემა მუშაობს, მაგრამ რაღაც არასწორად გამოიყურება და ყურადღება სჭირდება. ეს არ არის სერიოზული შეცდომა, უბრალოდ საეჭვო სიგნალია. მაგალითად, გარე სერვისი პასუხობს ნელა, ბაზასთან კავშირი ოდნავ შენელდა. ასეთ დროს პროგრამა აგრძელებს მუშაობას, მაგრამ მონიტორინგის სისტემა აგზავნის გაფრთხილებას შესაბამის ადამიანებთან, რომ შეამოწმონ სიტუაცია. Warning ლოგები ყოველთვის ჩართულია production გარემოში, რათა დროულად შევამჩნიოთ შესაძლო პრობლემები. Error-ი ნიშნავს, რომ ოპერაცია ვერ შესრულდა, მოხდა რეალური შეცდომა. მაგალითად, გადახდა ვერ დასრულდა, მონაცემთა ბაზა დროებით მიუწვდომელია. ასეთ დროს პროგრამამ მთლიანად არ ჩერდება, მაგრამ ამ კონკრეტულ მოქმედებაზე უკვე საჭიროა რეაგირება. Error შეტყობინებები ჩვეულებრივ აგზავნიან ალერტებს, შეტყობინებებს მონიტორინგის სისტემაში, რომ გუნდმა სწრაფად გაიგოს, სად მოხდა ჩავარდნა და შეძლოს პრობლემის გამოსწორება. შემდეგი და ყველაზე კრიტიკული არის fatal-ი.
რაც ნიშნავს, რომ მოხდა ისეთი სერიოზული შეცდომა, რომლის შემდეგაც სისტემა ვერ აგრძელებს მუშაობას. მაგალითად, პროგრამა საერთოდ ვერ უკავშირდება მონაცემთა ბაზას, კონფიგურაციის ფაილი დაზიანებულია. ასე დროს სერვისი ან მთლიანად შერდება, ან ცდილობს აღიდგინოს თავისთავი ავტომატურად. ფატალ დონე ყოველთვის უნდა იყოს მონიტორინგზე, რადგან ასეთი შეცდომაზე საჭიროა მყისიერი რეაგირება, რომ სისტემა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. ახლა გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე და ვნახოთ, როგორ ინახება ლოგები რეალურ კომპანიებში, სადაც დანერგილია დიდი სისტემები. თანამედროვე სისტემებში თითოეული სერვისი აწარმოებს ათასობით ლოგს წამში და ბუნებრივია მათი ცენტრალიზება აუცილებელია. მაგალითად, რომ ავიღოთ ბანკის ინფრასტრუქტურა, ყველა სერვისი აგზავნის ლოგებს ცენტრალურ ლოგიების პლატფორმაში. ეს პლატფორმა აგებულია ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა Elasticstack, ELK ან Grafana Logi, რომლებიც შექმნილია დიდი მოცულობის მონაცემების შესაგროვებლად და ანალიზისთვის. მოდი ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ. ლოგების შეგროვება და დამუშავება რამდენიმე შრეს მოიცავს. პირველი არის application layer-ი, რაც გულისხმობს კომპანიაში არსებულ სერვისებს, მაგალითად, გადახდის სისტემას, მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, სესხების მართვას. ეს სერვისები აწარმოებენ ლოგებს JSON ფორმატში. თითოეული ლოგის ჩანაწერი შეიცავს კონკრეტული ოპერაციის ინფორმაციას. შესრულების დროს, სერვისის სახელს, მომხმარებლის იდენტიფიკატორს, ოპერაციის ტიპს, სტატუსს და ასე შემდეგ. შემდეგი არის ლოგების მოგროვება, ეგრეთ წოდებული agent layer-ი. არსებობს ასეთი პროგრამა FluentBit. ეს არის მცირე აგენტი, რომელიც მუშაობს სერვერებზე ან Kubernetes-ის პოდებში და აგროვებს ლოგებს აპლიკაციებიდან. FluentBit თავის მხრივ აპლიკაციის ლოგებს ამატებს მეტამონაცემებს, მაგალითად გარემოს სახელს, production-ია staging-ი, host-ის იდენტიფიკატორს და კონტეინერის ID-ს. შემდეგი ნაბიჯი არის შეგროვებული ლოგების გადატანა მონაცემთა ბაზაში. ამისთვის ვიყენებთ Kafka-ს, ეგრეთ წოდებულ ტრანსპორტ ლეიერად. Kafka-ში ლოგები იგზავნება Kafka-ს ტოპიკებში. Kafka უზრუნველყოფს, რომ დიდი მოცულობის მონაცემები არ დაიკარგოს. ეს მოქმედებს როგორც ბუფერი, რომელიც ანაწილებს ლოგებს სხვადასხვა მიმღებ სერვისებზე. შემდეგი ნაბიჯი არის Elasticsearch. Kafka-დან წამოსული ლოგები ინახება Elasticsearch-ში. Elasticsearch-ი მარტივად რომ ვთქვათ, არის მონაცემთა ბაზა, სადაც ლოგები ინახება ინდექსებად. Elasticsearch საშუალებას გვაძლევს სწრაფად მოვძებნოთ ჩანაწერები. მაგალითად, ყველა შეცდომა ბოლო 1 საათში ან ყველა ტრანზაქცია კონკრეტული მომხმარებლით. ბოლო არის უკვე ყველაფრის ვიზუალიზაცია, visualization layer-ი და ამაში გვეხმარება Kibana. Kibana არის ინტერფეისი, სადაც ეს ყველაფერი ვიზუალურად ჩანს. შეგიძლია შექმნათ დეშბორდები, მონიტორინგის დიაგრამები და ალერტები. მაგალითად, შეგიძლია ერთ კლიკში ნახო, რამდენი გადახდა წარმატებით დასრულდა, რამდენი ჩაიშალა და რა იყო ყველაზე ხშირი შეცდომის მიზეზი. ეს გვაძლევს არა მხოლოდ ტექნიკურ სურათს, არამედ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მუშაობს სისტემა რეალურ დროში. გარდა ELK-ის, Stack-ისა და Grafana Logis-ისა არსებობს სხვა ძლიერი ლოგირების პლატფორმებიც, რომლებიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში. ერთ-ერთი მათგანია SECI, თანამედროვე სწრაფი ვიზუალურად ინტუიციური სისტემა, რომელიც გამორჩეულად პოპულარულია .NET ეკოსისტემაში. SECI იძლევა საშუალებას ლოგები ჩაიწეროს სტრუქტურიზებულ ფორმატში. მოხდეს ძიება natural query სინტაქსით და ერთ ადგილზე დაინახოთ აპლიკაციის ქცევის სრული სურათი. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტია Greylog. ღია კოდის პლატფორმა, რომელიც განსაკუთრებით გამოდგება მაშინ, როცა კომპანია სჭირდება უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და ქსელის ლოგების ერთიანად ანალიზს. Greylog საშუალებას იძლევა მარტივად შექმნათ ალერტები და დეშბორდები დიდი მოცულობის მონაცემებზე. ამ სისტემის არჩევა დამოკიდებულია არქიტექტურაზე, მასშტაბზე და ბიზნესის საჭიროებებზე. მაგრამ მათი მიზანი ერთი და იგივეა: ლოგების მეშვეობით სისტემის მდგრადობა და სრული გამჭვირვალობა. და ბოლოს, რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ კარგი ლოგების სისტემის აშენებაში. ყოველთვის გამოიყენე სტრუქტურიზებული JSON ლოგები. არასდროს ჩაწერო პაროლები, თოკენები ან ბარათის ნომრები ლოგებში. დაამატე trace ID და request ID, რომ მარტივად მიხვე ერთ პროცესს ყველა სერვისში.
უბრალოდ request response-ის დალოგვა არაფრის მომცემია და ხშირ შემთხვევაში პირიქით პრობლემებს ქმნის ვიდრე ბენეფიტებს. როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ლოგებმა უნდა მოგცეს საშუალება, რაც შეიძლება მალე მოვაგოროთ პრობლემები. როდესაც ტერაბაიტობით ტექსტური მონაცემები ინახება, ისე რომ მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, ასეთი ლოგები რბილად რო ვთქვათ, გინდ ქონია, გინდ არა. ასევე გამოიყენეთ OpenTelemetry სტანდარტები. OpenTelemetry-ზე დღეს არ ვისაუბრებ, რადგან ცალკე საუბრის თემაა და ამ ვიდეოში არ ჩავსვამ. თუ გაინტერესებთ, დამიკომენტარეთ და აუცილებლად ცალკე ვიდეოს ჩავწერ OpenTelemetry სტანდარტებზე. ასევე აღწერაში დავტოვებ ბმულს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტაციას OpenTelemetry-ზე. ჩართეთ ასევე retention და rotation policy, რომ ძველი ლოგები ავტომატურად წაიშალოს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით, უფასო არაფერი არ არის და დიდი სისტემები ძალიან ბევრ ლოგს აგროვებენ. ამ ლოგების შენახვა, რა თქმა უნდა, თანხაღებს, თან ძალიან დიდი. შესაბამისად, აუცილებელია გქონდეს შესაბამისი retention policy, რომ მოხდეს არასაჭირო ლოგების წაშლა ან დაარქივება. დღეისთვის სულ ეს იყო. ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დამისვათ კომენტარებში და შევეცდები ამომწურავად გიპასუხოთ. ჯერჯერობით არ გთხოვთ არხის გამოწერას, 3-4 ვიდეოს რომ დავდებ, შემდეგ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტივროთ ზარისღირაკი. ნახვამდის.